მოგესალმებთ, გამარჯობა მეგობრებო. ამ კვირის ბოლო სამდაკო ეთერშია და ვიწყებთ კვირას იქნება ევროპის და ის 1000-ის ნახევარზე. აუცილებლად. ვიწყებთ ფეიკის მხილებით, თქოთ გადაგდეთ სიტყვას. მოგილ დღეს გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავლაშვილმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ტელემაყურებელს შეგვიძლია სიტყვაზე ცალკე ვისაუბროთ, რომელიც ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი სიტყვა იყო ჩვენთვის როგორც საქართველოსთვის. ზუსტად ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ქართულ საზოგადოებას იყო მოხსენიებული იქ, დაწყებული იმით, რომ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ამ რთულ პერიოდში რეგიონში ომებით და სხვა ტიპის კრიზისებით რომ გვჭირდება სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, რომ გვჭირდება ჩვენი კულტურის და იდენტობის შენარჩუნება და ასე შემდეგ. მაგრამ და ძალიან ის იყო რა ქვია, სულგრძელი პასაჟი იყო, როდესაც ზელენსკის იმ როგორ შეოფასდება ისე რომ ვირიშვილობა. კი ბატონო. ეგეთი გამოსულის შემდეგ, რაც საქართველოზე ელაპარაკა, ჩვენ პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველო ისევ იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით, უკრაინელი ხალხის გვერდით. ხალხის გვერდით, იცი რა, ეფემიზმები მისთვის არის. შეიძლება ჩემი კრიტიკა გამოთქვა. ეგ დამოკიდებულება მე არ მომწონს. ერთად აღებულ შემთხვევაში ჩვენ გვექცევთ ქვეყანას და არა მის ბიუროკრატიას. არა, ფეიქზე ვლაპარაკობ დასრულს და შემდეგ უცებ თელ ამ ნაც ლიბერალურ პაბლებში გაჩნდა ერთი ვიდეო, რომელიც ბიჭო უყურებ ამ ვიდეოს და მეთქი ანუ ამ წამს არ უსმინე გამოსვლა, ესე გამომრჩა დავიჯერო მეთქი ბიჭო იავნად AI-ია რა, იავნად ფეიქია, მაგრამ ნაგლად რისი აფერისტებია ნაგლად ტენია რომ აი როგორი შეცდომა დაუშვა. კარგად პირზე რო აკვირდები იავნია. პირზე რო დააკვირდები თუ გაუშვა. არ მინდა ეგრე შეიძლება ძალიან ხშირად თვითონ ტრანსლაციის დროს ხმა და პირის მოძრაობა არ დაემთხვეს. მთელი მუღამი ის არის რომ ესენი ყველანაირი ბინძური მეთოდებით და ხრიკებით ცდილობენ რაღაცა თემა შემოაგდონ, მაგრამ ნუ ხო რა. ნიშნავენ ის არის უშუალოდ სიტყვაზე. თუ გინდა განვავრცოთ რა და გავშალოთ. ფეიქზე დავამთავრებ ჯერ. ნიშნავენ ის არის რომ აქ უშუალოდ სიტყვაში წარმოიდგინე ამდენ ჩასწრებული იჯდა რომ რაღაც მოსადავებელი ყოფილიყო. ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს მოსადავებელი და ტიპებმა გააკეთეს ვიდეო ფეიკი, თითქოს სიტყვა ეშლება, წარმოთქმა ეშალა და აი ვაჰაჰა თურმე რა დღეში ჩააგდო და როგორ შეარცხვინა ხო. ძალიან საინტერესო პასუხს მიაგზეთულება, მე ჩემსაც ვიტყვი და მე შეესწვი. მეგობრებო, მე მესმის რომ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საქართველოს უმაღლეს თანამდებობის პირები შეზღუდულნი არიან გამოხატვის თავისუფლებაში იმ კუთხით, რომ რა თქმა უნდა უკრაინელ ხალხზე აუგი არ უნდა თქვა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ზელენსკი არის ბოროტება და ჯერჯერობით სარგებლობს უკრაინული ხალხის ნდობით. ბოროტება პირველ რიგში თავისი ქვეყნისთვის არის, იმიტომ რომ სარგებლობს. სარგებლობს. ხო, ეგეც არ ვიცი ჯერ ავტორიტარული დიქტატურა, კი ბატონო, არის დიქტატურა მართალი. ვინ გამოკითხა? უბრალოდ მართალი ხარ? ხო, მართალი ხარ. სარგებლობს რა არის, ინარჩუნებს თავის ავტორიტარულ დიქტატორულ რეჟიმს და დააღუპა ქვეყანა თავისი და არის ჩვენი მტერი. ეს ყველა კარგად იცის რა. ამაზე ჩვენ ალბათ არ ვკამათობთ. ჯერ ერთი მე მაგაში ფუნდამენტურად შეგეწინააღმდეგები, იმიტომ რომ ზელენსკი არ არის უკრაინელი ხალხის რეპრეზენტატორი, ზელენსკის აქვს ავტორიტარული, ესე იგი რეპრესიული აპარატი, რომელიც სრულად გმობს რაიმე სხვა არჩევანის ქონას, ამას ხელს უწყობს deep state-ი, სრულად ესე იგი ხმაშეწყობილად მოქმედებენ და რა ვიცი ხა გონჩარენკოა ის ამბობს რომ ჩუჩხედან მოგესალმებით ან ჩუჩხე არის თავად ჩრდილოეთ კორეის თავად არის ჩუჩხე კაცო მაგას ვამბობ რა და უბრალოდ ნახე შალვა აქ როდესაც ხალხზე არის საუბარი ჯერ ეს ერთი რომ ყველა ხალხი და ყველა სოფლიოს ყველა ხალხები რა თქმა უნდა რომ ცოდნი არიან ომისთვის და ჩვენ ყველა გვენანება ცალსახად როგორც პალესტინელები ისე უკრაინელები ყველგან სადაც ომია და ყველგან სადაც ადამიანებს დახმარება ჭირდებათ რა თქმა უნდა ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან და შეიძლება აი ასეთი თქვათ ამ ტრიბუნიდან ძალიან სწორი იყო თორემ ჩვენ თუ უკრაინის ადმინისტრაციაზე ვილაპარაკებთ ვაფშე არაფერი არ არის ომის საჭირო ჩვენ ესე იგი სისხლის სამართლის დამნაშავეებს რომლებსაც ჰქონდათ
სისტემური წამება პოლიტიკურ წარსულში, ხო, ნაციონალური მოძრაობის წევრებს ჩვენ იდეოლოგიურ თუ პირდაპირ ხალხის მტრებს ნიშნავდნენ ჩვენი მეგობრობის მიუხედავად მაღალ თანამდებობებზე და მაგათ თავშესაფარი იყო. მერე გვეუბნებოდნენ რომ აბა დავაი აფხაზეთში გაისერნეთ, მიდით ის მოკალით, ეს მოკალით, თქვენ გაიხოცეთ. მიდით თქვენ დაიხოცეთ, ელჩი გამოგვიგდეს, თქვენ დაიხოცეთ, მიდით. ის და პლუს ამას ვერაფერი ვერ შეირგეს რა ეს მეგობრობა ცალმხრივი ჩვენი მხრიდან ლტოლვილები მივიღეთ მართლა ყველაფერი მუნიციპალური ტრანსპორტი ყველაფერი უფასო ყველა სოციალური პაკეტი უფასო გავხადეთ მათთვის ვერაფერი ვერ შეიშნოვეს ესე რომ ვთქვათ და პირიქით უკმაყოფილოები იყვნენ გამოგვიგზავნეთ მეომრები ჩარტერით გაუშვით იქით დასჩენეთ. თქვენ მოასწარეთ ლელოს მორიგი, პიარ ფიასკოს და ძალიან სუდად გათამაშებული სპექტაკლის ნახო. მოასწარეთ სანამ შემოვიდეთ ეთერში, რომეც გზაში უყურებდი და კიდე ერთხელ ჩავხედე. მე ეგ კაგრას გასაშვები არის და მანამდე მოვყვები რა მოხდა. მოგეთ ესე ღამე რატო ხვდებიან ხალხს? გვაქვს ხალხის ლელო აქტიურად დადის და ძალიან ცუდ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს საკმაოდ აგრესიულ კამპანიაც არა დეგენერატობებს აკეთებენ არა ხალხი ძალიან შეწუხებულია ამითი ნუ ცნობადობა არ ეზდებათ იმიტომ რომ როგორც იმ უკვე ფრთიან გამოკითხვაში ახალგაზრდა ბიჭმა აღნიშნა ირაკლი კუ მერობის კანდიდატი გაუშვა? კი გაუშვი და მე განვიხილოთ გავშვით? ცუდი გზა აი მერობის კანდიდატი ტიტუშკები გვესტუმრენ ხმამა გაჩებული გათიშეთ თუ შეიძლება? ეს ჩვენი ის არის წყელა ეს სამუდამო ხო თეატრ მითხარით როცა მინდა გაშვება მითხარით ბიჭებო და დაინახავთ სივრცე სადაც ჩემი სახლი ჩანს ცუდი გზა აი ერთი კვერცხი დაეცა ტიტუშკები გვესტუმრენ და კვერცხებს ისვრიან საინტერესოა არა უშავს ხო მოკლედ ეს ხდება და ზუსტად 5 წუთში ამათ ოფიციალურ კვერცხზე იდება ბანერი კვერცხის გამოსახულებით ზუსტად 5 წუთში კვერცხის გამოსახულებით და ნუ აწერენ რომ აი ქართული ოცნება ამის კადრებელი რაღაც იქნებ სხვა რამე ესროლად იმის გამოსახულებაც ექნებოდათ ხო კაკაშკებიანი ბანერი მაგრამ წარმოგიდგენ ჯერ ნუ ვის რა ჯანდაბად უნდა ესენი აქ შეკრებილებიან იქ მივიდეს და კვერცხი ესროლოს ეს ერთი და მეორე ანუ კოორდინაცია ბიჭო რა მაგარი არის ანუ უცებ რაღაცა ხდება ანუ ჯერ გარკვეული არ ხარ და უკვე ეგრევე იმაზე ბაზრ აი ოცნების ხალხი გვესტუმრა და ისინი ისვრიან და უცებ შენ გვერდზე იდება წინასწარ მომზადებული ანუ ბანერი ხო იცი იმაზე გაზეთებს და იმაში ჟურნალებში ვარ ხოლმე რა არჩევნების შედეგების ამბავი თუ ერთი მოიგებს ერთი ედიტორიალი რო არის და თუ მეორე მოიგებს მეორე ედიტორიალი ყდაზე რა იქნება განსხვავებული ვერსია ანუ ტიპებს ეგრე ქონდათ დამზადებული და როგორც კი ეს მოხდა შემოაგდეს ვინ გიგეგმავთ ბიჭო ანუ რა ვიცი არა დროში ცოტა რო გაეწევათ უკეთესი იქნება ხო ნახევარ საათს მე რაღაცა რომ აი სოციმედიას დაჯდა და მოდი ახლა გავუშვათ პატა ბურჭულაძის ეს არის ახალი ბელადი შეიძლება თქვას ლენინი ახალი პატა ბურჭულაძის და ინგას დიალოგია უძლიერეს იმიტომ რომ გადაიბაროს ერთმა ძალამ ხელისუფლება ხალხის ძალამ ჩვენ არ გადმოვიბარებთ ჩვენ ვიღებთ ხელისუფლებას ხო დაინა სხვადასხვა სიტყვებია ხო უნდა და აი უყურეთ მე მიჭირავს ძალიან ველწვიმადები შეიძლება მე მიჭირავს ფურცელი და ამ ფურცელს ვუშვებ ხელს რომ აიღოთ თქვენ აი ეს მაინტერესებს როგორ უნდა გაკეთოთ რომელიც გიჭირებთ დაიჭირეთ მე სულ ამ ჭირდება აი ჩემ ფურცელი ფილოსოფია აი ეს არის ჩვენი სხვათაშორ მაგრამ როგორ უნდა გამწიოთ აი როგორ უნდა ავდგე მე აქედან და როგორ უნდა გამწიოთ რომ ეს სავარძელი აღმოჩნდეს ცარი როცა აი სავარძელი იცოდეთ მაქსავარდიანას გაგისტურებ მაქსავარდიანას გაგისტურებ გავთიშოთ ძალიან მარტივად ერთით გავთიშოთ ზოგადად ხო
ერთი წამი რა ზოგადად სხვათა შორის მინდა ეთრამე გითხრა ფილოსოფიური საკითხი და განვიხილოთ ეს შენ იცი რომ ბურჭულაძე ინგასთან შედარებით ეხლა შეხედე თვითონ ვერასწრობიერებს მაგრამ მართალს ამბობს ადამიანი არის ერთადერთი პრინციპში კი არა ადამიანს ცხოველისგან მათ შორის განასხვავებს რა წარმოსახვითი რიტუალურობა და სიმბოლიზმი ანუ ადამიანი ერთადერთია რომელიც მეტაფორაში აზროვნებს რაც ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ალეგორიებით ლაპარაკი. ერთი და იგივე, ну, რაც არის მარტივი, კიდევ უფრო მარტივად ჩვენი რაღაცა უნარების ტესტი რო იყო ლოგიკის. მაგრამ ეს არის ცხოველის დონეზე მეტაფორული აზროვნება, ამას ცხოველი შემოგთავაზებს. შენ რო ამბობდი ხოლმე, გახსოვს აი ჟურნალისტიკა ქოქოსი მომენტ. ზუსტად ეგ იყო, ბიჭო. და სხვა შორის ბურჭულაძემ რას თქვა, ეგ ძალიან კაი იყო, რომ მე სამჭირდება და ჩვენც მაგას ვამბობთ. თქვენ უნდა აგიშენოთ პატარა ქალაქი ან კომპიუტერული თამაში გაგიწეროთ. ნამდვილად არ გჭირდება და ის ვერ მიხვდა, დეპილი გოგო. თქვენ უნდა გქონდეთ თქვენი ვალუტა უნდა გქონდეთ. სწორწიძახის ის რა ქვია. ბურჭულაძე სწორწიძახი. ვალუტა უნდა გქონდეთ თქვენი შემოღობილი, იქ უნდა დაამხოთ ერთმანეთი, გადაირჩიოთ, გადმოირჩიოთ. ტელეფონებით არჩევნები ჩაატარო. ინგა ცნობილი ის არის, რა ქვია, ფილოსოფოსი, პოზიტივისტი და ამიტომ მინდა მისთვის გასაგებიანი თქვა. ის აქსიომატიკა, რაშიც ინგა ედავება ებრაულად, რომ აი ხელისუფლება, სამინისტროები, მე არ მჭირდება ესო იძახის ადამიანი, გასულია, გაიგე? სხვა აქსიომატიკაში არის. ალტერნატიული რეალობა უნდა. ხოდა ეს ვერ ხდება, გაიგე? უნდა პატარა თამაში. ჯიგარი ხარ. მაგის ყველაზე მარტივი გამოსავალი არის კომპიუტერული თამაში Minecraft-ი. არის მოგონილი ეს ნუ ბავშვებისთვის გასართობად, მაგრამ ესეთ ჯებისთვისაც არის ხელმისაწვდო, ეგრე არ შეიძლება. Minecraft-ში ამათმა უნდა მოაწყო ქალაქი. არა, Minecraft-ი არის საყოველთაო, ეს უნდა იყოს ექსკლუზიური. არა, საყოველთაო, კაცო, ამა ეს ააშენებს თავის ქალაქს. მაგრამ Minecraft-ია. არა, ეს სვეტონოი უნდა იყოს. ახლა შენ ნინა მაშინ ვიღაცამ დაუწეროს ეგ კოდი და რატომ უნდა დაიხარჯოს ვიღაც მაგ კოდის ასე რა. კაცო, არ აქვს ეროვნული IT-ში. არა, ერთი წუთი, კაცო, რატომ უნდა დაუწეროს? არ უნდა ბოცდეს. გამოვყოთ ადგილი. და ხოდა ვაფშე რეალობად გავაკეთოთ, ვაქციოთ. მე არ მინდაო ესო, ბიჭო. რა სათიბეში გავუშვი მაშინ ძმაო და ეგა რატო გავუკეთოთ? აბასა სად არის ადგილები? აქვთ მაგათ თავენთი ადგილი სათიბერო არის. სათიბე უნდა გაიჩინო. არა, სათიბე არ ეყოფათ, ბიჭო, ქალაქზეა ვაბა. გარეჯის სად? არ ეყოფათ ეგრე სადაა, ხა ტერიტორია და ქვეყნის. დაბნო. ხო, იქ აღორძინონ. არა, ძმაო, იქ ძმაო ნუშია, კაი და რა გიჟი ხო არა. სადა? უდაბნო. ნუ კარგი რა, ეხლა ფლად ეგრე ნუ მივაგდებთ. კარგი, მაგრამ მაგას რო აშენონ მენემან. ჩაილურთან გავაკეთოთ, ჩაილურის წყალი დალიონ. არა, მაინც. მოკლედ მე ის თქვა. რაც აქვს იქ და მე იმის თქვა მინდა რომ ძალიან კარგად მესმის, ვერ გაუგვამ ინგამ, რა თქმა უნდა ვერ გაიგებდა. სხვა რაღაცაზე ლაპარაკება. როგორ უნდა გამწიოთო საავტო და მაგ სავაზრად გაგიტანო. თავისი ამბავი უნდა. ის აქსიომატიკა რაშიც ედავება ფანტაზიის საფაროში არის. ბატონო პატა, ერთ პატარა დახმარების სახით მეგობრულ რჩევას მოგცემ, რომ 4 ოქტომბერს ვაფშე არ დაელო. თქვენ უკვე დღე უკვე არის. უკვე თემაში ხარ. ვაფშე არ ეს ოქტომბერში რომ მოითხოვონ ეს. ფურცლის იმან ალეგორიამ რა გაგახსენე. მეთქი იქნებ ხონვა მოითხოვოს ეს ოფიციალურად. რა მნიშვნელობა? შენ ვიღაცამ რაღაც მოითხოვს. ამ შემთხვევაში ჩვენ აბა რა, ნუ დავმარცხდით, უნდა თქვათ. ოღონდ რეზიდენცია და დედაქალაქი და ყველაფერი ისე რჩება. სამინისტრო. გაიგე? თვალშა უკრავთ, მოდი ესკორტით გაგაცილებ. ორჯერ მაგარ ქვეყანაში. აი მენა. ესკორტი არა, ესკორტით გავაცილებთ ხონში. რომელსაც ახალი უნიფორმები დაურიგეს, უცნაური ცოტა თეთრებში არიან, მაგრამ ხელოვნური ქალაქი იქნება. კი. საერთოდ არის ეგეთი იდეა, გავაკეთოთ ხელოვნური ქალაქი და იქ მოვათავსოთ და განკურნებას რო დაიწყებენ, მე მიხდები რომ ეს ქალაქი ხელოვნურია და მე ვინც განიკურნება, ვერტფრენდ წამოიყვანოთ იქ. შევიწოვოთ. შევიწოვოთ. ნუ განკურნებული ადამიანი. კარგი. თქვენ ფურცლის მეტაფორამ რა გაგახსენეთ თქო? აუ ეს ძალიან ძლიერი მეტაფორა ხო იყო, რომ აი ხელისუფლება არის ფურცელი და მე დავდებ და გადმოგავა. რა არაფერი არ გაგახსენათ? არა, ყავას. არა, ამ შემთხვევაში სერიოზულად კითხულობ. ზედანაღების შემთხვევა რო არის. მე არ მინდა ფურცელი. არა, ამ შემთხვევაში მე სრულ სერიოზულად კითხულობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფილმში არის გამოყენებული. შენ როგორ არ გახსენდება sci-fi გიყურთ? ძალიან ბევრ sci-fi-ში გრავიტაციული ნახტომს გახსოვს როგორ ხსნა ერთი სცენაა ყველგან. როცა დახვეული ფურცელი და პირდაპირ მეოთხე განზომილებით. მაგით იყო ინსპირირებული ინგა. არა, ინგა სხვა ჩვენს ეგ არ ევასება. ინგას ფენტეზი ევასება. ფენტეზიაში და ფანტასტიკა არ ევასება. ბურჭულაძე გვაქვს კიდე, დავай გავუშვით. ჩვენიცით რასო როშის გარეშე რატოა?
ოცნებას, ეგრეთ წოდებულ ოცნებას, რატო უგებთ? რომ ისინი ჩვენ გვებწვნიან და ჩვენ კიდე რაღაც აი სიამოვნებით გააჩერეთ. ეს არის მაზოხიზმში აღიარება. არა? კი. ჩვენ გვესმიან და ჩვენ სიამოვნებით სიამოვნებთ. იცი რა მაინტერესებს? ეს არის მაზოხიზმი. დროშის გარეშე რატო? იქ ვერ შეეტია იმ მაღლარია სასწავლელი ფორმულაში და ის პირველ სართულზე ვერ შეეტია. მაზოხიზმი არ არის სიამოვნებით, სიამოვნებით ვიგერიეთ მას. ერთი კაი დუბინკა. არ არის პრობლემა ბატონობა და გასიამოვნებთ თუ რამეს დააშავებთ კი ბატონო. კარგი, დავით უსუფაშვილი. ნახოთ რამდენად დაინახეს ეს სხვა ირაკლი მოქალაქეებმა და ეს იქნება ასახული რამდენად იქნება ამას ხალხი არჩევნები გვაჩვენებს, მაგრამ ესე იგი ამასოდეს ცხოვრება გრძელდება და არავითარ შემთხვევაში არც ერთი დღე და თარიღი არ უნდა დავსახოთ იმ აპოკალიფსად ან იმ განათებად. პროცესია ცხოვრება, შეიძლება მივიღოთ ძალიან დიდი შედეგი, შეიძლება მივიღოთ მადლობა. მისაღები შედეგი, რომელიც უნდა დავაშენოთ შემდეგი ცხოვრება. შეიძლება დაგენძრეთ. ეგეც ხო არის ოპცია არ არის? ანუ სხვა შორის ხო არა დაგვენძრესო არ დაგვენძრესო შეიძლება მაგარი შედეგი მივიღოთ და შეიძლება ვერა. მისაღები შედეგი. ვერა ეგ არის. ხო, მაგრამ სხვა შორის ახლა ეს ბოლომდე არ არის გაგიჟებული, იმიტომ რომ ლელოა და იმ არა, გარდა ამისა, თვითონ როგორია, იცი, გოთვერანსკი ტიპი არის რა და ძალიან რადიკალიზმში არ ვარდება რა. სუფაშვილი იმ კალიბრის გოთვერანია, რომელიც 9 აპრილის მერე შევიდა კომუნისტურ კომპარტიაში და თქვა, რომ შიგნით დავანგრევდიო, მაგრამ უფრო მაგარი გოთვერანი რატოა, რომ ძველი ჩანაწერი რომ მე ჩემს შვილებს არ ვეუბნები უნდა წახვიდეთო და მე ვეუბნები ბედნიერები უნდა იყოთ ჩემს შვილებს ესე არ უსრდი რომ ომში წახვიდეთო ეხლა გამოდიოდა რუსეთ-უკრაინის ომის დროს და აბა საქართველოს არ არის და უიომეთ და ამავე დროს აგერ სლიპი ბადრი სლიპი ჯოს ანალოგი სლიპი ბადრი ყავს რომელიც ძალიან საინტერესო რაღაცაა სლიპი ჯოს გახსენებაზე ხო ტრამპმა რა ნახე რა კიდე რაღაც აქნა თეთრ სახლში არის პრეზიდენტების დიდების ხეივანი ანუ დერეფანი არის სადაც ყველა პრეზიდენტის ოქროს ჩარჩოში ჩასმული სურათები კიდია ბაიდენის სურათი ჩამოხსნა და ბაიდენის მაგრამ იცი რა კიდია რომელსაც აწერია ჯოზეფ ბაიდენი მაგრამ მისი ფოტო აღარ ავტოკალამი როგორ იცი თავისით რო აწერს რა ხელს ეგ კალამი ეგ შეუძლია მის გაკეთება როგორც ოფიციალურ თეთრ სახლის დადებული ისა ვიდეო ტიპმა ერთი ხო ძალიან დაამცირა ну მეტი რო არ შეიძლება მაგრამ ტიპმა ძმაო ანუ პრეზიდენტი 4 წლის მანძილზე ვიყო ტიპიო რომელსაც ხელ თვითონ არაფერზე არ მოძე იყო მართულიო ანუ იმე deep state-ის აგენტი ხო და რატო არ იჭერს იცი იმიტომ თავის შეიწყალა ბაიდენი მაგიტო არ იჭერს რა თქმა უნდა არც მაგის ოჯახის წევრებს არავის არ იჭერს იმიტომ რომ შეიწყალა ამერიკაში შესაძლებელია ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დანაშაულისთვის პოტენციური დამნაშავის შეწყალება. ის მართლაც რამ მდგომარეობაში რომ კალამი ქონდა, რომელიც იმის ხელის მაგივრად იგივენაირ ხელმოწერას აწერდა. მაგას გამოძიებას ითხოვს ტრამპიდან. რომ ეგო მე რა ვიცი როდის რაზე აწერდაო მაგითიო ხელს. რასაც აწერდა. დიდი ალბათობით დაიჭერდა, მაგრამ ნუ ირაკლი პავლენიშვილი. რა ირაკლი პავლენიშვილი, ბოდიში კაცო. სლიპი ჯო, სლიპი ბადრი. მეორე ტური გარდაუვალი გახდება თუ კი იქნება აქტიურობა ოპოზიციის ამოშენას. ეს იქნება გარდაუვალი. აქედან გამომდინარე ამოცანა უნდა იყოს სწორედ რომ მინიმუმ მეორე ტურს მივახციოთ და ეს შეიძლება მიღწეული იქნას თუ კი გავაჩერდეთ ცხადია ლელო გამოირჩევა არა ლელო გამოირჩევა იმიტომ საბაბუაძე არ ამბობდა ეხლა ჩვენ სად გვაქვს იმის ილუზია რომ არჩევნებს მოვიგებთო საპარლამენტო არჩევნებზე რო ამბობდა სად გვაქვს მაგის ილუზიაო მაგრამ 1-9%-მდე გავიწევთო და ტიპი ყველა არჩევნებზე თქვენ კი არა ბატონო ბადრი აგერ ვაშაძე ჭიჭე ვაშაძე და ოგბონუჯუ ამბობდნენ რომ ჩვენ ვიგებთ პირველივე ტურში და არა მოუგო ვაშაძეს რა ოგბონუჯუ მოუგო მაგრამ თვად ვერ მოიგო მერი ვერ გახდა ვაშაძე ციხეშია ხო ვაშკა არა ვაშკამ გადაიხადა კაცო ციხეშია ბიჭო გადაიხადა და გადახდის მერე გავუშვო
იმიტომ რომ იგნიდა რაღაცა. ეხა გასტროგილია რა. რა ხო რა ჩუმადაა ეხა ამუღა. ციხეშია და. კი, მაგრამ ისინი ხო პასკვილებს აქვეყნებენ დანარჩენები და ეს იმინა გატრუნულია. იცი გვარამია ცოტა ნაკლებად აქვეყნებს. შეაჩერა პასკვილების რაოდენობა. გივით არ გამანძე აქვეყნებს. გივით არ გამანძე. ყველაზე ბედნიერი მეორედ მაინც აღარ ამაფეთქებენო ფიქრობს. სტროგზე ვინ არის? ბედნიერესი. ყველა რა. მელი არ აქვეყნებს არაფერს. იმიტომ რომ გიხაროდენის დასაწყისი არის. ხაბეიშვილმა არის. ხაბე. აი, რაც აუცილებლად ყველანი დარწმუნებული უნდა ვიყოთ, ხაბეს ციხის ჩანაწერებს, აი ციხის წერილებს ვერ მოესწრებით ვერ. არა, გამოაგზავნა კაცო. 6-ხვისი იქნება. არა, ესე წადა გარჩი ხა მართლა ის. არა, მე გეუნები ძმაო, ხაბე იტყვის რომ მე ეგ ჩემი არა, რა გამოაგზავნა, რა დაწერა. ისა. თუ დაწერა სხვა შეს ღამათ რუბლოვნა არ მახსოვს რა მაგრამ არ გაინტერესებს რუბლოვნა ციხეშია ხო ციხეშია ხო იცი ხო თავი დააჭერა დაჭერა რომ უნდა ძალით რო იარაღს აგდებენ პორციის აძლენიასთან კი რუბლოვნა ბევრია დაჭერილი კარგია მე ბევრი არ არის კაცო ის საჯდომით მოუბარი და მებრძოლი ჩირკიძე ჩაფარიძე ჩირკი ჩაფარიძე აი ჩირკი ეხა მომაფიქრე ჩირკი ჩაფარიძე ხო რა რქვა სახელი და ზურა ჩირკი ჩაფარიძე კაია ზურა ჩირკი ჩაფარიძე კაი მოდი ეხა თაზუდათნაშვილი გინდა აუ არა ძმაო ყოველდღე არ შეიძლება ირაკლი კუბრაძე კუტუ ირაკლი კუ ალეკ ველისაშვილი არის საკმაოდ ექსცენტრიული და მებრძოლი ადამიანი, რომელიც ეძებს ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ რუსულ რეჟიმს, კორუფციულ რეჟიმს, რომელიც კორუფციაშია ჩართული. ეხა გავშიფროთ ეფემიზმზე. ექსცენტრიული ნიშნავს ამათ თქვა რომ on просто член. კი, არა, ექსცენტრიული და მებრძოლი ადამიანი, გასაგები. ანუ შეტენილი მყავს ამ ამბობასგანო და რა ვქნაოთ, ორი არც მე არ მისწორდებაო იმენა. კაი, პავლენიშვილი გავუშვათ. ეს არის რაც მოძრაობა. როსაც სახეზულებაში. როგორ შეიძლება განვითარდეს? პოლიტიკურად მძიმე ბედნიერით, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში ძალიან მოსაწყენებელი. რაზეც ჩვენ საუბრობთ და ორი შემთხვევა არსებობს, ეს ორივე შემთხვევაში მძიმე ბედნიერით. ან კარგი ბედი არც ერთ შემთხვევაში არ არის, უბრალოდ გახარეს სამწუხაროდ. ეხლა გახარეს მე არასდროს არ მქონია არანაირი სოლიდარობის განცდა და არანაირი სურვილი რომ გინდა თუ არა ეს ხალხი რაღაც ჩემთვის რაღაც არასდროს არ ყოფილა. ანუ ამად მოიგეს ოღონდ რომ წააგონ იციან რომ იმად არის კაი არის რომ ამბობს მიშა მესიაო მესია არა მესი ვუიმე მან ხო დამშლოვანია რამდენი ხმოვანია ფეხბურთის მესია პელეს აღარ ამბობენ ამ თავამ არის პელე როგორ არის ის ეგ იყო პელეა ეგ იყო გამონათქვამი მე ჩაანაცვლა პელე მე ხო და ალბათ ჩაანაცვლა თუ ჩემ თაობაში და უფრო წინა თაობაში პელე კაციაო პელე ჩაანაცვლა მესი მაგრამ ალენდელონი ვერ ჩაანაცვლა ვერა კი ბატონო ალენდელონი კაი კლაუდია კარდინალი რო გარდაიცვალა გარდაიცვალა რამდენი წლის იყო თო რავი, კაი მოხუცი კი იქნებოდა, მაგრამ 90. ყველაზე მაგარი ხალი იყო, მე მგონი ევროკინოში. მონიკა ვიტი? არ ნაკლები, მაგრამ ჩემი განსაკუთრებული სიყვარული იყო კლაუდია. ამათონ ამოძრავებია სადრე. მე მონიკა ვიტი უფრო დახვეწილი მგონია. ცივი. ჰა? ისეთი რა, სტროგი. მარინა ვლადიც просто აღმოსავლური გარე. ვლადი ეხლა უნდა შეიყვანო კატრინ დენევი მაინც თქვა. კატრინ დენევი ცივი. ცივი. მე ბატონო, მონიკა ვიტი კარგია. კაი. დარჩე, წავიდე დანაწილდლიზე. ვაიმე. მე ანა წითლიძე აქტიურად ვარ ჩართული 4 ოქტომბრის ორგანიზებაში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შვიდობიანად დაემუქრა. ხო, ну ისეთი შესავალი ქონდა ამ ვიდეოს გაშვებას, რომ კომენტარიც კი ზედმეტია ძალიან არასწორ დროს. შალვა ნათელაშვილი, აბა წავიდა. აპა 4 ოქტომბრამდე ხო არ იქიდა 10 დღეა თუ რამდენია, ხო? შეიკრიბეთ პარლამენტში, გამოაცხადეთ თვით დაშლა, როგორც ეს გააკეთა ჩეხეთის პარლამენტმა და ისრაელის კნესეტმა არაერთხელ. თვით დაშლის შემდეგ ავტომატურად ხდება ახალი ხელისუფლების მოცვლა, არჩევნების ჩატარება, ახალი სიო, თქვენ შეიძლება თქვენი ცოდული ტყავები რამენაირად გადაერჩინოთ. რაღაც ელოდებით. მე ეს გვიანი იქნება, მე აქეთ ხვეწნას დაიწყებთ. რომ გამოგვაცხადებინათ მშვიდობიანი წასვლა, არჩევნების ჩატარება და შეიძლება ამ ხვეწ
ესე იგი, აქეთ რო გვეხოცებიან. ეს არის კლასიკა. ეს არის ოპოზიციის კლასიკა. აქეთ რო გეუნებიან, დაიშალეთ, თქო დაიშალოთ. ნუ გარ გააგზავნებთ ბრძოლას. მოგვეცით საშუალება, რომ ჩვენ მართალია შეტევით. 11 ხელი მოგვეცით 11. თვითონ არაფერი ადგილი არა. გეხვეწებით გაგვაკეთებინათ რევოლუცია. ხო, ირაკლი ნადირაძე. ირაკლი ნადირაძე მაგარ რაღაცას ამბობს. გავუშვით? ყველა პოლიტიკური საჩული ხავთ დაკავებული ხავთ უამრავი პატიმარი და ყველა ეს ადამიანი 4 ოქტომბრის საღამოდან აი 5-ში დილიდან უნდა იყვნენ თავისუფლებაზე ადგილები უნდა დაიკავონ იმ ადამიანებმა რომლებიც წლების განმავლობაში ყოლებდნენ ამცირებდნენ ქონებას ართმევდნენ მიწებს ართმევდნენ ტყეებს ართმევდნენ სხვას იტაცებდნენ კაი გააჩერეთ ესე იგი უბრალოდ ტექნიკურად რო ვთქვა ეს სიგიჟეს ამბობს მაგრამ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ რანაირად აღმოჩნდნენ გარეთ ეს ერთი არა მაგას თავიდანე მაგრამ იმ უბედურებს რითი აიმედნე ხვდები ეხა ისინი ელოდებიან შენი აზრს რომ 5 ოქტომბერს გამოგვიშვებენო 5 ოქტომბერი კვირაა და სპეციალისტი არ მუშაობს ზონებზე აი მარტო მაგითო თორე ორ შემეცით გამოუშვებ ხო ვიცი არა სპეციალისტი არ მუშაობს ვასაო შაბათს არ არის არჩევნები? არ მოდი შევხედოთ. არჩევნები რომელ დღეს? უფრო კვირას იქნება. ხო, შაბათს არის და მეორე დღეს 5-ში ვერ გამოუშვებენ, იმიტომ რომ სპეციალისტი არ არის. შაბათი ყოფილი. მაშინ პარასკევს წინასწარ რომ გამოუშვებენ. მოიცა პარასკევს ნატუსოვკარი ეს ლიბერალი აქტივისტი ჯენზი. ხო. ისევ რო არ მივა წინანდელი არჩევნებს და რო დაიწყებენ რომ საღამოს შემოდინება საღამოს დაიწყება და ისევ რო არ მოვა. მაგას რამე გეგმა აქვს? იქ დისკოტეკებით უნდა შეახარონ ან რაღაცა იქნება. რა ვიცი, ეგ მეგმადარდე კიდე რა, მაგათ დედაცვატრი. ლევან ცუცკირიძე. ლევან ცუცკირიძე, ვინ არის? მეგონია რომ ბევრი ლიდერი გვყავს ჩვენ. მაგარია. თუნდაც იმიტომ რომ აი შეცდომებისგან არავინ არ არის დაზღვეული. ვიღაცა ერთს რომ მოუვა შეცდომა. სხვა მოდელი გადააზღვევენ. გადააზღვევენ და ასე შემდეგ. ეს არის დიდი სიძლიერე. ერთი შეხედვით ეს ჩანს როგორც ჩვენი სისუსტე, რომ აი არ გვაქვს რაღაც ესეთი პირამიდა, სადაც ვიღაცები დგანან ძალიან ჭკვიანი ხალხი რაღაცებს იგონებენ და მე არავის აღარ ჭირდება ფიქრი. არა, ეს იქნებოდა ამოძრაობის მარცხება ასე რომ იყოს, იმიტომ რომ ჩვენ მე მივიღებდით ისეთივე სისტემას, რასაც ვებრძვით, იმიტომ რომ ერთი მუჭა ლიდერების მოგებული ბრძოლა არის ერთი მუჭა ლიდერები, რომლებიც ხელში ჩაიგდებენ ძალაუფლებას და მე ისევე გაუტკბებათ მისით უკანონოდ და ცხოვრება როგორც მანამდე მომხდარა. ამიტომ ჩვენ ეს ბრძოლა ძალიან ბევრი დაუთმეთ, ახლა ამათ თურმე ძალიან ბევრი ლიდერი ყოლიათ და ლიდერი ვარ ყავ წინამდვილეში ერთმანეთს რო ჭამენ და არავის არ უჯერებენ არის წარმოაჩინან როგორც თავის წარმატება. მეგობრებო, ჩვენ გაცემა დასასრულს უახლოვდება, უბრალოდ ერთი რამ მინდა გითხრათ. ნათელია კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ არანაირი ელექტორალური პერსპექტივა ამ ბოიკოტში მყოფებს ან არა ბოიკოტში მყოფებს, ბოიკოტში არ მყოფებს არ აქვს. და არანაირი იმედი არ აქვს, რომ რაიმე პროცენტს დაწერენ. ცხადია 4-ში სულ უფრო ნაკლები, მაგრამ მაინც აქვს ზოგ-ზოგიერთებს იმედი რომ რაღაც არეულობას მოახერხებენ. ჯერ ერთი ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ სუსი და სამართალდამცავი ორგანოები ძალიან კარგად მუშაობს, ეს თავარია. უფრო მთავარია რომ ხალხს არ აქვს ამის განწყობა საერთოდ არ უნდა. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ თქვენ რო გაიგოთ, ეხლა რომ პაატა ბურჭულაძე გეგმავს კოსმოსური ხომალდების გაშვებას მარსზე, უნდა დაასწროს იმას ჩვენს მას ილონ მასკს. აი ამ კომპანიაში აქციებს ხო არ იყიდით? აი ხო გადაიხდი ფულს ამაში რომ მე მინდა რომ ისევე შეუძლებელია ბურჭულაძის რევოლუცია როგორც მისი მარსზე გამგზავრება რა. მე მინდა რომ პაატამ დააბრუნოს შნურიანი ტელეფონები პოპულარულ ვაფშე კი პოპულარულ ჩავიხსნათ ფიჭურებს სოტოვებს და გადავიდეთ ისო შნურიანებს. დიდი მადლობა რომ გიყურეთ, კარგად გრძნობოთ ორ შაბათამდე. ნახოთ.